ეგეთ შეიძლება სახეზე ვერ გიცნოთ. ორი წუთებით კი არა, შეიძლება საათები და დღეების განმავლობაში წყალი არ მოდიოდეს. ადრე ვამბობდი ხოლმე და ეხლაც გავიმეორებ. მქონდა პირველი შეხვედრა გქონდა სოფელ ყანდაურაში და ბარდიაურში. პრინციპში საბოლოოდ თუ შევაფასებთ, მე კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოსახლეობის განწყობაც იყო დადებითი. მთავარი საზრუნავი მაინც არის ის ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები, რომელიც სოფლის მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით საგარეჯოში. მთავარი საზრუნავი ამ შემთხვევაში ყანდაურაშიც და ყანდაურაში იყო წყალი. ბარდიაურში პრობლემა უდავ განსხვავებული იყო და ყურადღება გაგვიმახვილეს იმაზე, რომ არ შეკეთებულა სკოლა, ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას და განათლების სამინისტროსთან შეიძლება მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ბარდიაურში სკოლა შეკეთდეს მომავალი წლის. მოსახლეობას აწუხებს ყურძნის ფასი, ეს ორივე სოფელში იყო ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც გვესაუბრნენ და ისინი ხელისუფლების მხრიდან ელოდებიან უფრო მეტ აქტიურობას და უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რომ ყურძნის ფასი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სუბსიდირების სახით, მოსახლეობას პირდება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება, მაგრამ გლეხი უფრო მეტ დახმარებას ითხოვს. აი, ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ დღეს.